ზურა, გამარჯობა. გამარჯობა. მოკლედ გითხარი შენ შესახებ რამე. მე ვარ ზურაბი ფორტუნი, ქალაქი ფოთიდან. ცხოვრობდი ფოთში. სწავლობდი მერვე საშუალო სკოლაში. არასრულ საშუალო დავამთავრე რა. 9 კლასი. ერე რავი ხანსად გაჭირვებით მუშაობდი. შეიძლება ოჯახი არ ვიყავი, მაგრამ რაცა კი იყო. მერე მუშაობდი ხელობაზე, მოხელესთან დავდიოდი. მერე სამრეცხაოში მუშაობდი, მერე წავედი თურქეთში. იქ დამემართა ფილტვების ტუბერკულოზი. მერე ჩამოსასვლელი აქ ჩემი რომ მოკდა ბინა გავყიდე და ცხოვრობდი რა. ხან ნაკირაებში, ხან საცხა სანამ შემეძლო მუშაობა. მაგრამ ავადმყოფობის მერე დავჭი რა ქუჩაში. ვერ მუშაობდი, ვერ ვქირავდი ბინის ფართს. ხო და რავი, ასეთ მდგომარეობაში კიდე სხვასთან კიდე კეიცი ტუბერკულოზიანი დავადებული ძალიან ძნელია შესაშობის სახლში. ხო და რავი, ზოგი ასაკმით მეხმარებოდა, ზოგი ხარი და აი ასე. მოკლედ სად ცხოვრობ? აი დაუშვათ, ეხა აქედან რო წახვალ, სად უნდა წახვიდე? ჯერ არსად. ამჟამად ჯერ არსად. არაფერი არ მაქვს თავშესაფარი და არაფერი და ვასება ფარებს სამანყოფოებს თავს. უფრო თუ დისპანსერში ვარ, ახან ფილტვების იმაზე ვარ და ახლა ეს კიდე დამემატა რაცა. არ ვიცი ძulis ტუბერკულოზია, არ ვიცი სიმსივნე. გითხრას რომ ოპერაცია შესაძლებელია, მე როგორც მითხრა. დიახ, ეს შემოვიდა ექიმი და იმედი მაქვს რომ საოპერაციო იქნებიო რა, გაკეთდება ოპერაცია და ზუსტ პასუხებს ხვალ ველოდები რა. პასუხებს. ხვალ იქნება სურათები და იგენი რა, ანალიზები. ხო და მეტყვიან რა იქნება და როგორ არა. ეხა რო წავიკითხე, ქუჩაში ხარ ხანდახან სადარბაზოებში წევ ხარ. კარგი, დაუშვათ მოგვარდა ეს დაწოლის ამბავი, სადაც არ უნდა იყოს, მაგრამ საკვები, ტანსაცმელი, რა საკეთებ? რა ვიცი, ახლა ამ სტატიის შემდეგ ბევრი აი ხალხი, კეთილი ხალხი გამოჩნდა და რა ვიცი, თავაზობენ ტანსაცმლით, საკვებით და იმით, რითაც შეუძლიათ. მეც ვიცი რომ ძალიან ძიმე ცხოვრება და ყველას უჭირს, მაგრამ კაი ხალხი მაინც ბევრია და რა ყველანაირად გვერდში მიდგანან, რითაც შეუძლია და რაც შეუძლიათ მეხმარებიან და გვერდში მიდგანან. ყველას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო. ვინც ეს ჩემი გაჭირვება, გულის ტკივილი მიიტანა გულთან და ღმერთს ხო რომ ყველას რომ ჯანმრთელობა და ბედნიერება მიცეს. პირველ რიგში და ყველას მადლობა. და სოციალურად დაუცველთა სიაში არ ხარ? არა, ფართი რო არ მაქვს, მაგრამ ბავში ვერ გამიკეთეს, იმიტომ რომ აგენტი უნდა მოვიდესო და ახლა ვერავისთან ვერ ჩავეწერებოდი მე ფოთში. ბინაში, იმიტომ ზოგს ტელევიზორი აქვს, ზოგს მაცივარი აქვს და ასული მაღალი ხულაო თუ რაც ხარქვია. ის მოვიდოდა მაინცო და აზრი არ აქვს და ახლა 8 თვე უნდა იყო ყველაზე პატარავა. იმ ადგილასო. ახლა 8 თვით ასე დავამწყობს. ძალიან ძნელია რომ გააჩერო, მე მაგი არ მწყენია და ვიცი რომ ეგრეა. ამ ტუბ დისპანსერებში რამდენი ხანი გიწევს მაინც გაჩერება? ახლა როგორც აი მინუსზე გადავალ, მინუსი არის, რომელიც გადამდები არაა. მინუსზე გადავალ, ხო და გავდივარ რა ქუჩაში, რო გამწერე. მაგრამ ახლა ამ ძulis მერე ვაფშე აღარ შემიძლია და ძალიან ძიმედ ვარ და რაცხა ხო? მე ისევე ხტები ხო ცუდა და წამლებს არ ვხმა, იმიტომ ამბულატორიულზე რო ხარ. ეს წამლები ძალიან მაგარი მძიმე პრეპარატები, ამას უნდა გაიკვება. ამას უნდა დასვენება, ამას რო დალევ აი აზროვნების უნარს გიკარგავს ესეთი მძიმე პრეპარატებია და მე მაგას ვერ ვიცავდი ქუჩაში. ხამში ერი ვიყავი, მერე აი რომ ეჭამა მაინც
ის წამალი როდამელია ქუჩაში ვერ გაჩერდები რა მაგ წამლით უნდა ჩამოწვე ხო და წვიდავდი მკურნალობას არ ვაგრძელებდი მე უკვე რო შევამჩნევდი რომ სიცხეები ხველება მემატება იგი აგი უკვე ვგზნობდი რომ გადავდივარ პლუსში ანუ გადამდებზე ისევე ცუდად ხვდები ხო და ისევე მივმართავდი მე თუ დისპანსერს და ისევე ვწვევოდი იქანი ეს საახლობლო სანათესაო ისეთი არავინ არ გყავს რომ ცოტა რაღაც ყურადღება მოგაქცია ახლა ახლობლები რა ყავს ისეთი ახლობლები მაგრამ მაგნებსაც უჭერთ ერთხელ ხემალი აწუხებს იგიც კიდე ავათა მეორეს კიდე რა ვიცი მასაც სულპები აწუხებს და ნუ ყველას თავისი აწუხებს მამა ყავს მეორე ოჯახი ყავს მე ბავშვობიდან მიმატია და ყავს მეორე მეუღლე შვილები და ცხოვრობს ცალკე არ მისულ ხარ მასთან არა მაგას არ იცი შენზე რა მდგომარეობაში ხარ არ ვიცი შეიძლება ახლა ყველგან წერია ეს და უკვე შეიძლება იცის მაგრამ აქამდე დეაჩემი პროექტებოდა მინდოდა მისვლა და ქეც მივედი მაგრამ ის მაცოლმა გაიგო რა ვიყავი და იწყო თავის ჩამოხრჩობები და რაცხაები ქმარს მართმევსო და რაცხაები მერე ჩემი ახლობელმა დაუკავშირდა რა მამა ჩემს და ასე და ასე რაცხა და შვილი ყავს იქითო აქითო და მე შვილად არ ვაღიარებო მაგას ეგრე კიდე თქვა და რა ვიცი მეტი რა თქვა არც ვიცი არც მინახია გაიხანია და რა პატარობიდან მიმადია ერთ სიტყვით და მსდიდა დედა დეაჩემი ავად გახდა რაცხა და 10 წელია რაც გარდამეცვალა დედა რა ვიცი ძალიან მინდა რომ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან მინდა რომ ცხოვრება გავაგრძელო და იმედი მაქვს ყველა კაი ხალხის რითაც შეძლებს რითაც შეუძლიათ დამეხმარება გვერდში დამიდგებიან და შემინარჩუნებენ სიცოცხლეს პირველ რიგში ესაა ჩემთვის ახლა მთავარი ასევე ყველას მადლობას მოვუხდი იყო ისეთი შემთხვევები რომ ან გონდა საჭმელი ან გონდა განსაცმელი მაგრამ ნახდათ ხო მე რა ნახდათ ვერ წავალდა ვერ მოვიპარავ მერჩენია ვინც ხავს ხო ადიოს ნურად კი შეიძლება სირცხვილია მაგრამ ერჩენია ხო და ეგრე ვჯამო სირცხვილი არ არის ზორ ეგრე ვჯამო და ეგრე ვიარსებო და თუ შევძელი და ტყავდექი და დამიბრუნდა ჯანმრთელობა იმედი მაქვს მერე კი შევძლებ მუშაობას და იგივე კაი გზას დავადგები და იგივე კაი გზას შევუერთები როგორც ამჟამად მე მიდგას ხალხი გვერდში ასევე ყველას მინდა დიდი მადლობა მოუხადო და უფალმა ყველას ჯანმრთელობა და ბედნიერება ვინც ამ მძიმე წუთში ისევ და ისევ მე მიდგას და გულთან მიაქვს ყველას დიდი მადლობა და იმედია ფერზე ავდგები და რითაც შევძლებ იმ სიკეთეს განვახორციელებ მეც ისევ და ისევ და რავი ყველას დიდი მადლობა არასამთავრობოებს საქველმოქმედოს რავი ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა ადამიანს ვინც ჩაერთო ამ ჩემ გულის ტყივილში კარგი გამოჯანმრთელებას გისურვებ დიდი მადლობა ყველას ბალი ფარავდეს